მოგესალმებით ყველას, ეს რუბიტარო არხია, მე რუბი ვარ, დღევანდელი ჩვენი საჯარო გაშლის თემა კი იქნება პაუზა თუ დასასრული. დღეს ვშლით სამ პოზიციაზე, თქვენს წინაშე არის სამი პოზიცია. ირჩევთ ინტუიციურად ან საყვარელი ციფრის მიხედვით. ინტუიცია აუცილებლად ეხმარება თითოეულ თქვენთაგანს, რომ აირჩიოს ის პოზიცია, რა პოზიციაც უნდა მოისმინოთ, რომ თქვენთვის საჭირო ინფორმაცია მიიღოთ, თუმცა თუ თქვენზე არ რეზონირებს, შეგიძლიათ ვარიანტი შეცვალოთ და სხვა პოზიციას მოусმინოთ. რაც შეეხება ჩაწერილ ვიდეოებს, შეგიძლიათ უყუროთ ხოლმე საჯარო გაშლები თქვენზე რეზონირებას მაშინ იწყებს, როდესაც მას უსმენთ და ვიდეო როდის არის საიტზე განთავსებული, არანაირი კავშირი არ აქვს. პირადი კონსულტაციისთვის მესენჯერში დამიკავშირდით, Facebook-ის ლინკი მოთავსებული არის როგორც ვიდეოს აღწერაში, ასევე კომენტარების ველშიც. დავიწყოთ ახლა პირველი პოზიციით, მოგესალმებით ჩემო პირველებო, დღეს გვაქვს შეგახსენებთ, რომ სწრაფად მივიღებთ პასუხს, არ არის ესეთი სრული ანალიზის გაშლა, ეს არის ერთ კარტზე გაშლა, რომელიც გვაძლევს პასუხს. ეს არის თქვენ შორის რაც ხდება პაუზა თუ არის დასასრული და გავიგოთ რა იქნება პასუხი დღეს პირველ პოზიციაზე და აქ მოდის აი ასეთი არკანი. პაუზა თუ დასასრული. ნუ აქ პირველ რიგში შემიძლია გითხრათ, რომ ეს არკანი უფრო მიანიშნებს არასაბოლოო დასასრულზე ამ ეტაპზე არ გვჩვენებს, რომ ეს არის დასასრული. არამედ იმაზე მიგვანიშნებს, რომ თქვენ და თქვენი მეორე ნახევარი ან ადამიანი, რომელიც ჩაიფიქრეთ ამ ეტაპზე, ძალიან რთულ ემოციურ მდგომარეობაში შეიძლება იყოთ, მენტალურად ძალიან მძიმე პერიოდს გადიოდეთ, ძალიან გიჭირდეთ ამ გაურკვევლობის თუ დაძაბული მდგომარეობის გადალახვა. ეს შეიძლება იყოს ფსიქოლოგიურად დამღლელი პროცესი, როცა არის დაგროვილი ძალიან ბევრი ეჭვი, შიში, ცუდი ფიქრები გიტრიალებთ თავში, თითქოს იმედები გადაწურულია, უფრო შიში გაქვთ, რომ შეიძლება ყველაფერი დამთავრდეს, თუმცა აქ ეს არკანი მიგვანიშნებს, რომ აქ არის პაუზა. უბრალოდ არის ძალიან მძიმე პაუზა, არის ძალიან მძიმე განშორება. ეს არკანი არ მიანიშნებს საბოლოო დასასრულზე. მაგრამ თუ ეს შიშები და ეს ძალიან მძიმე ფონი გაგრძელდა, ან ისევ სკანდალი მოხდა, ან ისევ რაღაც მომენტში მოქმედობას ძალიან დიდხანს შეყევით, შეიძლება ეს თქვენი შინაგანი დაძაბულობა და წინასწარი შიშები რაღაც დოზით ახდეს, ამიტომ აქ არკანი მიგვანიშნებს, რომ სწრაფი რეაგირება არის საჭირო. რა თქმა უნდა, თუ მიგაჩნიათ, რომ თქვენ არანაირად არ უნდა ეცადოთ ამ, ასე ვთქვათ, დუმილის დარღვევა, თქვენ ნაბიჯი არ უნდა გადადგათ ამ შემთხვევაში, მაგრამ თუ პარტნიორი გამოთქვავს იმის სურვილს, რომ ისაუბროთ ან მოლაპარაკებაზე წამოვა ან რაღაც მომენტში სიმშვიდეს მოიპოვებს და თქვენთან დალაპარაკებას შეეცდება, თქვენ, ასე ვთქვათ, თქვენი მოვალეობა თუ ვალი ამ ურთიერთობის შესანარჩუნებლად იქნება ის, რომ მას აცადოთ თავის სათქმელის ბოლომდე თქვენთან მოტანა, ემოციებს არ აღყვეთ და ნაადრევად ნაჩქარები გადაწყვეტილებები არ მიიღოთ. ანუ ურთიერთობის აღსადგენად შეიძლება ნაჩქარები პროცესი იყოს საჭირო, მაგრამ რეალურად აი რაღაცა იმპულსებზე გადაწყვეტილებების მიღება არ არის საჭირო. დაგემშვიდობებით პირველებო, გადავიდეთ ახლა ჩვენ მეორე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით მეორეებო და გავიგოთ ახლა თქვენ შემთხვევაში რას გვეუბნება კარტი. ეს არის თქვენს შემთხვევაში პაუზა თუ არის თქვენს შემთხვევაში დასასრული. სხვათა შორის აქ მოდის თქვენს პოზიციაზე მოდის ესეთი არკანი, რომელიც ჯერ კიდევ აჩვენებს გრძნობებს. შეიძლება დიდი ხანია დაშორდით ან დაპაუზდით ამ პიროვნებასთან. და რაღაც ფიქრები გაქვთ იმ საკითხთან დაკავშირებით, რომ აქვს თუ არა ამ ადამიანს ისევ გრძნობა თქვენს მიმართ. ეს კარტი მიგვანიშნებს, რომ
არის მისი მხრიდან ისევ ემოციური დამოკიდებულება, ჯერ კიდევ უგრძნობს, ჯერ კიდევ ემოციები მასში ცოცხლობს, მაგრამ ძალიან აკონტროლებს თავის თავს. აკონტროლებს თავის ემოციებს და არ აჩენს ღიად არაფერს. თუ ახლა დროებით დისტანცირდით, ან რაღაც გარემოებებმა დუმილი გაგიგრძელათ ერთმანეთში, ეს ადამიანი სხვათა შორის ემოციურად თავშეკავებული რამდენადაც არ უნდა იყოს, მაინც ემოციები გადაწონის და მალე გამოვა კონტაქტზე, მაგრამ თუ ახლა ეს პერიოდი ერთ თვეს აღემატება, რა ვითარებაშიც ხართ, შეიძლება ადამიანი ახლა ისეთ პროცესში იყოს, რომ ცდილობდეს და ჩამოყალიბების ეტაპს გადიოდეს, საკუთარ გრძნობებში გარკვევის მომენტებით შეიძლება ჩავთვალოთ, რომ გქონდეს. ანუ არ ჩქარობს ნაბიჯს, იმიტომ რომ კი არ დასრულა რაღაც, არამედ საკუთარ თავში ეძებს პასუხებს და ცდილობს, რომ გაერკვას თავის შინაგან ემოციურ ფონში. ну, ყოველ შემთხვევაში ჩვენი კითხვა არის პაუზა თუ დასასრული, დასასრულის ენერგია ამ კარტს არ აქვს. პირიქით, კარტი მიანიშნებს, რომ გულში კავშირი ინახება, რომ ამ ადამიანის გულში ცოცხლობთ, რომ ემოცია ისევ ძაფრია. უბრალოდ არის ორი ვარიანტი, რომ ან ადამიანი დისტანცირდა იმის გამო, რომ გაერკვას საკუთარ გრძნობებში და არ მიიღოს ნაჩქარევი გადაწყვეტილებები, თუმცა მაინც ემოციური ფონი მაღალი აქვს ამ დისტანციის მიუხედავად. ან შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ დისტანცირდით ერთმანეთისგან, ეს პიროვნება თავს ისე იჭერს, რომ თითქოს გრძნობები დიდად აღარ არის, იმიტომ რომ არ აჩვენებს ამ ემოციებს, მაგრამ როგორც კი რაღაც პატარა ნაბიჯები იქნება, როგორც კი რაღაც, ასე ვთქვათ, ან შეხვდებით ერთმანეთს, ან ეს რაღაც შიშის ტალღა გადაუვლის და თავის ნაჭუჭიდან გამოვა, მას შეატყობთ, რომ აქვს ემოციები ისევ თქვენს მიმართ. თუ დღეს ახლა მეორე პოზიციაზე ჩაიფიქრეთ და თან ის მომენტები გაინტერესებთ, რამდენად ძლიერად შემორჩა მას გრძნობები თქვენს მიმართ, ამ პიროვნებას აქვს ეს გრძნობები. მეორეებო და გემშვიდობებით, გადავიდეთ ახლა მესამე პოზიციის განხილვაზე, მოგესალმებით, ჩემო მესამეებო. და ახლა თქვენს პოზიციაზე გავიგოთ, რას მიგვანიშნებს ეს არკანი. თქვენს შემთხვევაში ეს არის პაუზა თუ ეს არის დასასრული და აქ ეს კარტი ნიშნავს, რომ ურთიერთობაში არის სტაგნაცია, ურთიერთობაში არის განცდა, რომ არაფერი იცვლება, ორივე მხარე შეიძლება ჩუმად იყოთ ახლა, ემოციების თითქოს გაყინულია, ან შეიძლება იყოს აქ ურთიერთობის ამ ეტაპზე მისვლა იმის გამო, რომ პარტნიორი გახდა უკარებაცივი, დისტანციური, ემოციურად ჩაკეტილი, არ საუბრობდა და ამ ვითარებამ თქვენზე ძალიან დიდი დაღი დაასვა თქვენს ემოციებშიც, რაღაცნაირად ვეღარ გაიგეთ, რომ უნდა იაქტიუროთ თუ არ უნდა იაქტიუროთ, ან შემდეგ თქვენ დაიღალეთ ამ აქტიურობით და შეწყვეტეთ ყველა ნაბიჯის თქვენს თავზე აღება და თქვენს სტაგნაციაში გადახვედით და რაღაც მომენტში ურთიერთობა ამ დონეზე მივიდა. შეიძლება ახლა ურთიერთობაში ჩხუბი არ იყოს, ან საბოლოო სიტყვა არ თქმულა, რომ აღარ ვართ ერთად და დავშორდით, უბრალოდ შეიძლება ახლა აგრძელებთ რაღაც სახის ურთიერთობას, მაგრამ მაინც რომ გადახედოთ თქვენს ყოველდღიურობას, აქ პარტნიორი ემოციურად სხვაგან არის. ან თითქმის არ საუბრობთ ერთმანეთში და თქვენთვის ეს უდრის იმას, რომ დაპაუზებული ურთიერთობა გაქვთ. ანუ საინტერესო არაფერი დიდი ხანია უკვე აღარ ხდება, ემოციების ჩაკეტილობა არის, გაყინული მდგომარეობა არის. იცით რა არის, აქ თქვენს პოზიციაზეც არ შემიძლია პირდაპირ ვთქვა, რომ დასასრულის ენერგია აქვს ამ არკანს, იმიტომ რომ რაღაცა თითქოს გაყინული მდგომარეობა უფრო არის, ემოციური ფონიც ესეთი არის, ვიდრე პირდაპირ დასრულება. პარტნიორი ამაზე არ საუბრობს. მაგრამ თუ დიდი ხანი უკვე მაინც არაფერი არ შეიცვლება, ეს ჩუმი, ვითომ უწყინარი პაუზა შეიძლება საბოლოოდ გადაიზარდოს დაშორების ენერგიაში. ანუ ეს უფრო ახლა არის, სწორედ რომ გითხრათ, დაყოვნებული ურთიერთობა ან დაყოვნებული გრძნობა, ვიდრე დასრულება, მაგრამ აქ ეს დრო
რომელიც ასე ვთქვათ, იწელება ურთიერთობის საწინააღმდეგოდ მუშაობს. კარგი არაფერი არ მოაქვს ამას. შეიძლება პარტნიორი იცით როგორი სიტუაცია იყოს და თქვენ მოგრძნობდეთ, რომ თითქოს პარტნიორი ვერ იღებს იმ ტვირთს თუ ესე ვთქვათ, გაბედულ ნაბიჯს თავის თავზე რომ თქვას, რომ აი ურთიერთობიდან გავდივარ და აი ესეთი რაღაცა მტანჯველი ემოციური სიშორით ცდილობს, რომ რაღაცა ურთიერთობიდან გავიდეს ისე, რომ შეიძლება თქვენ გათქმევინოთ, რომ ყველაფერი მორჩა და თვითონ არ გამოჩნდეს, რომ რაღაცა ეს ურთიერთობა დაამთავრა. ცოტა რთული პერიოდის გავლა გიწევთ, აი რადგან ძალიან ბევრი გაურკვევლობა არის და მოთმინების ფიალა ძალიან ვიცი, რომ გეწურებათ, აქედან გამომდინარე შეიძლება ეს რა თქმა უნდა არის უკიდურესი შემთხვევა, მაგრამ რადგან გუჩვენებს ეს არკანი, მაინც უნდა გითხრათ, რომ ეს შეიძლება იყოს ის მომენტი, რომ პარტნიორის ასეთმა მოქცევამ გაიძულოთ, რომ თქვენ დააწერტილოთ ეს ურთიერთობა, მაგრამ ანუ თქვენ დაუსვათ წერტილი ყველაფერს, რომ დაისვენოთ და ეს გაურკვევლობა მოიშოროთ, მაგრამ რეალურად თქვენ არ გინდათ ეს დაშორება, მაგრამ მან გაიძულათ. და ესეთი პოზიცია სამწუხაროდ. დაგემშვიდობებით, ჩემო ძვირფასებო. აღარ გვინდა ეს პაუზები და დასასრულები, კარგი ამბებით მინდა რომ გავშალოთ ხოლმე ტარო, მაგრამ რა თქმა უნდა ეს თემაც ყველასთვის არა, მაგრამ ზოგიერთ თქვენთაგანთვის ძალიან გადამწყვეტი და მნიშვნელოვანია, ამიტომ მაინც უნდა შევეხოთ ხოლმე ასეთ საკითხებს. მომავალ შეხვედრამდე დაგემშვიდობებით.